ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი მიხაელ შუმახერი. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო მრბოლელი. კრიტიკულ მდგომარეობაშია. ფორმულა 1-ის ლეგენდის მიხაელ შუმახერის შემზარავის ათხილამურო ტრამვა. ამ ტრაგიკული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ქალაქ მერიბელიდან ვრცელდება. ის სიცოცხლისთვის იბრძვის. მილიონობით გულშემატკივარი, ასობით ჯადოსნური მომენტი. 7-ჯერ მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობა. ეს მიხაელ შუმახერია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მრბოლელი, რომლის ცხოვრებაც დღეს ბურუსითაა მოცული. შუმახერის სპორტული ზღაპრის განსახიერება. ზღაპრის, რომელიც 1991 წელს ბელგიის გრან-პრიზე დაიწყო და კულმინაციას 2006 წელს ჩინეთში გამარჯვებით მიაღწია. მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა პილოტი ფორმულა 1-ის საჭესთან პირველად გამოჩნდა და მას შემდეგ გამარჯვებებისკენ სწრაფვა საბედისწერო დღემდე არ შეუწყვიტავს. ამ დღის შემდგომ შუმახერი დამარცხებებს აღარასდროს შეჰგუებია. არც ტრასაზე და არც ტრასის ფარგლებს გარეთ. ახალგაზრდა გერმანელმა ბენეტონი მწვერვალზე აიყვანა. ფერარის კი ფორმულა 1-ში დიდება დაუბრუნა. შუმახერმა მოიგო ყველაფერი, რის მოგებაც სპორტიდან წასვლამდე შეიძლებოდა. თუმცა დიდხანს ვერც ფორმულა 1-ის ტრასის მიღმა გაძლო. 2000 წელს მცირე ხნით, თუმცა მაინც ის მერსედესის გუნდში დაბრუნდა. კბილი გამომშვიდობებით საბოლოოდ შუმიმ თავისი ჩაფხუტი კედელზე 2012 წელს ჩამოკიდა. ყველა ვინც შუმახერის კარიერას თვალს ადევნებდა, ბედნიერი იყო, რადგან ისინი ამ საოცარი ისტორიის ნაწილი გახდნენ. ბევრის აზრით წითელი ბარონი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო პილოტიც კი იყო. გერმანელს ბევრი აღმერთებდა, ბავშვებისთვის კი შუმი ნამდვილი კერპი იყო. გერმანელი იმდენად სწრაფი იყო, რომ ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს რბოლის დროს მისი ბოლიდის დანახვაც კი უჭირდათ. შუმახერი მოციმციმე თვალებით გერმანიის მშობლიური ქალაქ ურზიდან ინტერლაგოსის ყველაზე მაღალ საფეხურამდე მიფრინავდა და რბოლაზე იგებდა. ამ ადამიანს გერმანიაში რეგენკიონიგს წვიმის მეფესაც უწოდებდნენ და ისიც თავის მეტსახელს სხვადასხვა გამარჯვებებით ამყარებდა. შუმიმ ყველა ქარიშხალს გაუძლო. ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა, თუმცა ცხოვრებამ მთავარი გამოწვევა ტრასებს გარეთ მოუწყო. ფორმულა 1-ის კარიერის დასრულებიდან სულ რაღაც 1 წლის შემდეგ შუმახერი ალბათ ყველაზე რთულ განსაცდელში აღმოჩნდა. 2013 წლის 29 დეკემბერი, საფრანგეთი, მერიბელი, ერთი ჩვეულებრივი, ზიანი და ნათელი დღე. მიხაელ შუმახერი თავის შვილთან, მიკთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო მარშრუტით თოვლიან ალპებში ეშვება. შუმი, რომელიც ტრასაზე თავისი გასაოცარი სარბოლო უნარით იყო ცნობილი, საკმაოდ კარგი მოთხილამურეც გახლდათ. თოვლში გერმანელი თავს ყოველთვის უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად გრძნობდა. თუმცა იმ დღეს შუმახერმა გზის გაუკვალავ ნაწილში გადასვლა მოინდომა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ახალი თოვლის სქელი ფენის ქვეშ უხილავის საფრთხე იმალებოდა. 11 საათი. მიხაელ შუმახერმა თავისი ერთ-ერთი მეგობრის გასაჭირში მყოფი შვილი შენიშნა და დასახმარებლად მისთვის განკუთვნილი სათხილამურო ბილიკი დატოვა. 11 საათი და 2 წუთი. შუმიმ სათხილამურო ტრასა დატოვა და დაახლოებით 20 მეტრი გაუკვალავ თოვლში იარა, სადაც უზარმაზარ ლოდებს წააწყდა. 11 საათი და 3 წუთი. რთულ რელიეფზე გერმანელი ნაწილობრივ დათოვლილ კლდეებს შეეჯახა, კონტროლი დაკარგა და თავი ლოდს დაარტყა. შეჯახების ძალამ შუმახერი ჰაერში ააგდო. შემდეგ კი გერმანელი თავის მარჯვენა მხარით სხვა დაფარულ ლოდზე დაეცა. სრიალისას წითელი ბარონი ჩაფხუტს ატარებდა, თუმცა ეს ტრამვის ასარიდებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეჯახებისას ჩაფხუტი დაიმსხვრა. გერმანელს თავიდან სისხლდენა დაეწყო. მდგომარეობა შემაძრწუნებელი იყო. 11 საათი და 7 წუთი. ტრაგიკული შემთხვევიდან 4 წუთში ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გამოჩნდა. შუმახერი გონზე იყო.
თუმცა მისი სიტყვები და ქმედებები არ იყო ადეკვატური. შოკურ მდგომარეობაში იყო, შფოთავდა და კითხვებს არ პასუხობდა. 4-ვე კიდურს ამოძრავებდა, მაგრამ ჩვეულ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. 11 საათი და 15 წუთი. ადგილზე ვერტმფრენის საშუალებით დამატებითი სამაშველო ჯგუფი მივიდა. შუმის შემთხვევის ადგილიდან გადაიყვანეს. საშინელი ავარიიდან კრიტიკული 12 წუთი იყო გასული. 11 საათი და 53 წუთი. სამაშველო ვერტმფრენი მუთიერის საავადმყოფოში დაეშვა. სიტუაცია იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ვინმე ამას თავდაპირველად წარმოიდგენდა. გერმანელი გრენობლის სპეციალიზებულ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. 12 საათი და 30 წუთი. შუმახერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გერმანელი უკვე კომაში იყო. ექიმების განცხადებით, ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ბატონი შუმახერი გრენობლის საავადმყოფოში გუშინ ღამით შემოიყვანეს. შემოსვლისას მას თავის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა და კომაში იმყოფებოდა. შუმახერის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა. წამყვანი სპეციალისტები მის ხელოვნურ კომაში დატოვებას ითხოვდნენ. ეს ხელოვნური კომატოზური მდგომარეობა იყო. ხელოვნური კომა აუცილებელი გახდათ, რათა შუმახერის ტვინი დაეცვათ და მას გამოჯანმრთელებაში დახმარებოდნენ. თუმცა ადრეულ ეტაპზე ზუსტი დიაგნოზის დასმა რთული იყო. შუმახერის მდგომარეობის შესახებ პრესკონფერენცია კლინიკის ანესთეზიოლოგიის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა პაინმა გამართა. მისი განცხადებით, შუმახერის მიერ მიღებულ დაზიანებებს შორის იყო შინაგანი სისხლდენა და ტვინზე მნიშვნელოვანი სისხლჩაქცევები. სამედიცინო გუნდი ყურადღებას შუმახერის ტვინში შეშუპების პროცესის შეჩერებაზე ამახვილებდა. ახლა მთავარი ტვინის ჟანგბადით მომარაგება და სხეულის ტემპერატურის რეკომენდებულ 34-35 ცელსიუსზე შენარჩუნება იყო. პაინის განცხადებით, შეჯახებისას დარტყმა თავის მარჯვენა მხარეზე მოხდა. დარტყმის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ჩაფხუტის არქონის შემთხვევაში ინციდენტი ყოფილი ჩემპიონისთვის ფატალურად დასრულდებოდა. რა თქმა უნდა, ჩაფხუტმა ის ნაწილობრივ დაიცვა. ჩაფხუტის არქონის შემთხვევაში მსგავს შეჯახებას ვერავინ გადაურჩებოდა. საავადმყოფოში უსაფრთხოების მკაცრი ზომები ამოქმედდა. შუმახერის ნახვის უფლება მხოლოდ მის ოჯახსა და ახლო ნათესავებს ჰქონდათ. მის მეუღლეს, კარინას, ქალიშვილს ჯინა მარიას და ვაჟს მიქს. ყოფილ ჩემპიონთან ასევე ოჯახის ახლო მეგობარს ჟან ტოც უშვებდნენ. ტვინის მარცხენა მხარეს ჰემატომაზე მეორე ოპერაცია შუმახერს თავისივე ახლო მეგობარმა, ტვინისა და ხერხემლის ტრამვების პროფესორმა ჟერარ სალანმა ჩაუტარა. გერმანელი ლეგენდის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ლოცულობდა, თუმცა წვიმის მეფე მებრძოლი იყო, როგორც ტრასაზე, ისე ტრასის გარეთაც. ამიტომ ეს შემთხვევა შუმახერს ვერ დაამარცხებდა. შუმიმ ყველა დაბრკოლებას გაუძლო და ორივე ოპერაცია გადაიტანა. თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში გერმანელი მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა. წითელი ბარონის ოჯახის წევრები და მეგობრები კი გამოჯანმრთელების ნიშნებს ელოდებოდნენ. სიფრთხილითა და ნელი ტემპით ექიმებმა შუმი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. ფარმაკოლოგიურად ან მედიკამენტურად გამოწვეული კომა ტვინის მძიმე ტრამვის მქონე პაციენტებში ხშირია, რათა პაციენტის ტვინის შემდგომი დაზიანებებისგან დაიცვას. ხელოვნური კომა მიხაელის ტვინის შეშუპებისგან იცავდა და გერმანელ მრბოლელს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ხელოვნური კომის საშუალებით შუმახერის მკურნალობა ეტაპობრივად შეწყდა. გერმანელი პილოტი ახლა უკვე ბუნებრივ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. ახალი ინფორმაცია, რომელიც გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალს გაუღვივებდა, არსაიდან ჩანდა. და სწორედ მაშინ მოულოდნელად იმედის მომცემის სიახლე გავრცელდა. მიხაელ შუმახერი ლუზანას უნივერსიტეტის საავადმყოფოში რეაბილიტაციის კურსის დაწყებიდან მალევე კომიდან გამოვიდა. გერმანელი პილოტი გამოჯანმრთელდა და ძალები აღიდგინა. როგორც იქნა მიხაელ შუმახერი საავადმყოფოდან გაეწერა. რეაბილიტაციის კურსს ის ახლა უკვე სახლში გადის, რაც მისი ოჯახისთვის ძალიან კარგი ამბავია. კატასტროფული სათხილამურო ინციდენტის პირველივე დღიდან მთელი მსოფლიოს ყურადღება მხოლოდ შუმახერის მდგომარეობისკენ იყო მიმართული. საზოგადოება შუმახერისა და მისი ოჯახის მიმართ დიდ მხარდაჭერას იჩენდა და რა გასაკვირია, რომ უფრო მეტი დეტალის გაგებაც სურდათ. ბევრისთვის ის გმირი იყო. ფორმულა 1-ის ახალგაზრდა მოყვარულისთვის კი შუმახერი კერპად იყო ქცეული.
წითელი ბარონი ხომ რბოლაზე იგებდა და ჩემპიონობაზე ისაკუთრებდა. თუმცა ამ ტალანტისა და არარეალური შესაძლებლობების მიღმა შუმახერი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ყველაზე მძიმე დროს მის ოჯახს კორინე, მიხაელის მეუღლე გაუძღვა. ის იცავდა როგორც მისი ქმრის, ასევე შვილების პირად ცხოვრებას. ამ პერიოდში კორინამ შუმახერის მენეჯერ საბინკენთან ერთად არაერთი ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც შეფარულად გერმანელი პილოტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც თავს მღვდლად ასახებდა. ეს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში ჟურნალისტი აღმოჩნდა, მიხაელთან შესვლას ცდილობდა. გამოწვევების მიუხედავად, ოჯახის სიმტკიცეს ინარჩუნებდა. მათი მთავარი საზრუნავი ახლა მხოლოდ შუმახერის შესახებ ინფორმაციის საიდუმლო შენახვა იყო. ამ ამბის კონფიდენციალურობამ კი გარეშე პირებს ფულის შოვნის ამბიცია გაუჩინა. ივნისში უბედური შემთხვევიდან 6 თვის თავზე სამაშველო ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის აღმასრულებელი დააკავეს. ის შუმახერის სამედიცინო ჩანაწერის მოპარვის მცდელობაში დაადანაშაულეს. პირი კონფიდენციალური ინფორმაციის სხვადასხვა ევროპული მედიისთვის მიწოდებას ცდილობდა. ფასიც საკმაოდ მაღალი იყო, $44600. ფრანგმა პროკურორებმა სქემაში შემჩნეული IP მისამართი რეგას შვეიცარიის მთავარ საჰაერო სასტრაფო დახმარების ოპერატორთან დააკავშირეს. საფრანგეთისა და შვეიცარიის პროკურორებმა ერთობლივი მუშაობით საჰაერო სამაშველო სამსახურის აღმასრულებლის ბრალეულობა დაადგინეს. ბრალდებული მალევე ციურიხში აიყვანეს. თუმცა მეორე დილით სასამართლოს ხდომამდე რამდენიმე საათით ადრე ეჭვმიტანილი საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო. ხელისუფლებას შუმახერის საქმეში ბრალდებული პირის ვინაობა არ გაუსაჯაროებია. როგორც ცნობილია, გარდაცვლილს ფსიქიკური აშლილობა არ დაუდგინდა და არც სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება. შუმახერის მეუღლე გერმანელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებდა. კორინა სამართლებრივი შედეგებით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპარული სამედიცინო ფაილი ოდესმე დღის სინათლეს იხილავდა. როგორც ჩანს, მიდგომამ გაამართლა. ამ დღის შემდეგ მოპარული მასალები აღარავის უხსენებია. ამ ინციდენტიდან 1 წლის თავზე შუმახერის ოჯახი ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. შუმახერის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა ამჯერად ოჯახთან დაახლოებულმა პირმა სცადა. ინკოგნიტო პირმა შუმახერის მდგომარეობის სამსახველი ფოტომასალა მოიპოვა და $1,100,000 მისი ევროპული მედიისთვის მიყიდვა სცადა. თუმცა პროცედურაში გერმანელი პროკურორები ჩაერთნენ და შესაძლო გარიგებაც ჩაიშალა. მას შემდეგ შუმახერის არც ერთი ფოტო არ გასაჯაროებულა. დღემდე ლეგენდარული გერმანელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საიდუმლოდ რჩება. არავინ იცის, თუ როგორ ცხოვრობს დღეს ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელი. მაგრამ ამ ფაქტს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელი არ შეუშლია. გერმანული გამოცემა Die Aktuelles მთავარ გვერდზე ტრაგედიის შემდეგ შუმახერის პირველი ინტერვიუ გამოჩნდა. მაშინვე გაჩნდა კითხვები, თუ როგორ მოახერხა მეტყველების უუნარო პირმა გამოცემასთან გასაუბრება. სტატია, რომელშიც ავტორის სახელი მითითებული არ იყო, შუმახერის სიტყვებს ციტირებდა. გერმანელი პილოტი ამბობდა, რომ ავარიის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თუმცა აპრილში გამოქვეყნებული ინტერვიუ აღიარებით სრულდებოდა. გამოცემა კონტაქტზე არც შუმახერთან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრთან გასულა. დეზინფორმაცია Die Aktuelles ძვირად დაუჯდა. გამოცემის მაშინდელი რედაქტორი ანა ჰოფმანი დაუხოვნებლივ გაათავისუფლეს. შუმახერის ოჯახმა გამომცემლების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება გადაწყვიტა. თუმცა საბოლოოდ სარჩელი უკან გამოიტანა და მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევისაგან თავი იხსნა. 2018 წელს ხმები გავრცელდა, რომ მიხაელის მეუღლე კორინა მალულად მალიორკაზე მდებარე სასახლეში საცხოვრებლად გადავიდა. ჯორები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ელიზაბეტა გრეგორიჩიმ, ბენეტონის უფროსის ყოფილმა მეუღლემ, საჯაროდ გერმანელის მდგომარეობაზე ისაუბრა. იტალიის Big Brother-თან ინტერვიუს დროს ელიზაბეტამ განაცხადა, რომ მიხაელს კომუნიკაცია შეეძლო, თუმცა მხოლოდ არავერბალურად. შუმახერის ოჯახი, მენეჯერი და სანდო წყაროები გავრცელებულ ხმებს უარ ყოფდნენ. კორინა და მისი ახლოცრე შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალურობას მკაცრად იცავდნენ. შუმახერის ნახვის უფლებას არავის აძლევდნენ, მათ შორის არც ლეგენდარული პილოტის მეგობრებსა და ყოფილ კოლეგებს.
რუბენს ბარიკელოს, ფერარიში შუმახერის ყოფილ თანაგუნდელს უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ეს არც ერთ მხარეს წაადგებოდა. რამდენჯერმე მოითხოვა ლეგენდარული პილოტის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმაც მისი ნახვა, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო ვებერმა შუმახერის მეუღლე, კორინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოჯახი მიხაელის მდგომარეობის შესახებ სრულ სიმართლეს მალავდა. პილოტის ოჯახის სანდო მესაიდუმლეთ ჟან დოდი რჩება. ის ფერარის ყოფილი ხელმძღვანელი და ოჯახის ახლო მეგობარია. დოდი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომელთაც გერმანელი პილოტის ნახვის უფლება აქვთ. საზოგადოებაც შუმის შესახებ იმ მცირე ინფორმაციას, რაც არსებობს, დოდის საშუალებით იღებს. ყველაზე მრავლის მომცემი განცხადება, თუმცა მაინც შეფარული. დოდიმ 2019 წელს გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. უბრალოდ იმიტომ, რომ ახლა იგივე სახის კომუნიკაცია ვეღარ გვაქვს, როგორც წარსულში. მე მიხაელს ძალიან ხშირად ვნახულობ, თვეში ერთხელ ან ორჯერ. მისი ცხოვრება ახლა განსხვავებულია და მე მაქვს პრივილეგია მასთან ერთად ეს მომენტები გავიზიარო. სულ ეს მაქვს სათქმელი. ის მიხაელი აღარ არის, რომელსაც ჩვენ ფორმულა 1-ში ვიცნობდით. ავარიის შემდეგ მიხაელის სამკურნალო პროცედურებზე ძალიან მცირე ინფორმაცია მივიღეთ. 2019 წელს გავრცელდა ხმები, რომ შუმახერი პარიზის ჟორჟ პომბიდუს ევროპულ საავადმყოფოში ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მკურნალობას იტარებდა. როგორც ამბობენ, პროცედურას კარდიოთორაკალური ქირურგიის ცნობილი დოქტორი ფილიპ მენაშე ხელმძღვანელობდა. მკურნალობის შემდეგ დადასტურდა, რომ შუმახერი გონზე იყო. 2021 წელს Netflix-მა შუმახერის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოუშვა. ფილმში აქცენტი კორინას ფიქრებსა და გრძნობებზე იყო გაკეთებული. ერთ ამაღელვებელ მომენტში კორინა ამბობდა: მიხაელი მხოლოდ მე არ მინატრება. ის ენატრებათ ბავშვებს, ოჯახსა და ახლობლებს. მიუხედავად ყველაფრისა, მიხაელი კვლავ აქ არის. სხვანაირი, მაგრამ მაინც აქ არის. ის ყოველდღე მიმტკიცებს, თუ როგორი ძლიერია. არასდროს არავის დავადანაშაულებ იმაში, რაც მოხდა. მას უბრალოდ არ გაუმართლა. ეს საშინელება შესაძლოა ყველას დამართნოთ. თუმცა ლეგენდარული პილოტის არყოფნა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ შუმახერის სახელი ფორმულა 1-ის ტრასებიდანაც გაქრებოდა. მამამისის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად ახლა უკვე მისი ვაჟი, მიკ შუმახერი ემზადებოდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიკი ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრი გახდა. ის კი ლეგენდარული მამის გზას გაჰყვა და პილოტობა აირჩია. შუმახერის ახალმა თაობამ ფორმულა 3-სა და ფორმულა 2-ის ტრასები დაიპყრო და საბოლოოდ ფორმულა 1-ის ბოლიდიც დაიმსახურა. 2 სეზონის განმავლობაში მიკი ფორმულა 1-ის ჰაასის გუნდში ირიცხებოდა. თუმცა მისი პოტენციალის მიუხედავად ჰაას სირთულეები შეექმნა და 2022 წლის სეზონის შემდეგ პატარა შუმი გუნდიდან დაითხოვეს. ამის შემდგომ მიკი მერსედესის ფორმულა 1-ის გუნდში სარეზერვო მრბოლელად დარჩა. ეს სწორედ ის გუნდია, რომლის ჩამოყალიბებაშიც მამამისმა, მიხაელ შუმახერმა დიდი როლი ითამაშა. 2024 წელს კი უმცროსმა შუმახერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადარგა და ალპაინის გუნდთან ერთად ფიას გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. მიკი არა მხოლოდ რბოლებში, არამედ მამამისის მანქანებით გამოფენებსა და ღონისძიებებშიც იღებს მონაწილეობას. როგორც ბევრი ამბობს, მიკი მამამის მართვის სტილით, ხასიათითა და თავდადებითაც გავს. მიხაელის შესახებ მიკი თავადაც ძალიან ცოტა საუბრობს და ლეგენდარული მრბოლელის პირად ცხოვრებასაც საიდუმლოდ ინახავს. თუმცა იშვიათად წითელი ბარონის შესახებ ამაღელვებელ ისტორიებს მაინც იხსენებს და მამის გავლენასაც ხშირად აღნიშნავს. ყოველთვის მსურს, რომ ჩემი თავი საუკეთესოებს შევადარო და მამა ჩემი სწორედაც რომ საუკეთესოა. ის ჩემი კერპია და მოხარული ვარ თუ მას ოდესმე შევედრები. საკუთარ ემოციებზე მიკი დოკუმენტურ ფილმშიც საუბრობს. არც იმ ფაქტს მალავს, თუ რამდენად სურს ახლა მამამისისთვის თავის სარბოლო კარიერაზე ემოციების გაზიარება. რა თქმა უნდა, ავარიის შემდეგ ის განცდები და ემოციები, რომელიც ადამიანს თავის მშობლებთან აქვს, აღარ არსებობს. ან შედარებით ნაკლებია. და ჩემი აზრით ეს ფაქტი ცოტა არ იყოს უსამართლობა. ფიქრობ, მე და მამა ახლა ერთმანეთს სულ სხვანაირად გავუგებდით. და ეს არის ის, რაზეც ყველაზე ხშირად მეფიქრება. ალბათ ძალიან მაგარი იქნებოდა. ამისთვის ყველაფერს დავთმობდი. არსებული სიტუაცია მიხაელის ოჯახისთვის განსაკუთრებით რთული და მძიმეა. ჩვენ კი ყველა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობთ. მოვკრავთ თუ არა ოდესმე თვალს შუმახერს დღის სინათლეზე და ფართო საზოგადოებაში. თუმცა თუ ინციდენტიდან გასულ 13 წელს გავაანალიზებთ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ყველა ვინც ლეგენდარული პილოტის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ელოდება, ალბათ იმედგაცრუებული დარჩება. კითხვაზე:
თუ რატომ არ ავრცელებს ლეგენდარული პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, პასუხი ოჯახის ადვოკატმა ფელიქს დამმა გაგვცა. მისი თქმით, ოჯახი შუმახერის შესახებ ბოლო ინფორმაციის გასაჯაროებაზე ფიქრობდა, თუმცა მალევე გადაიფიქრეს. მიზეზი მარტივია. შუმახერის ოჯახი მიხვდა, რომ კითხვები არ დასრულდებოდა. ჟურნალისტები კი უფრო და უფრო მეტის გაგება შეეცდებოდნენ. დამის თქმით, მათ კარგად ესმით, რომ არსებული სიტუაცია გულშემატკივრებს ბევრ კითხვის ნიშანს უტოვებს, თუმცა შეერა რომ ნამდვილი გულშემატკივრები ამ ყველაფერს ადეკვატურად გაიგებენ. ჟან ტოდიგი, რომელიც შუმახერის ხშირი სტუმარია, იმედს ისევ იტოვებს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მის ხილვას კვლავ შეძლებს. ეს არის ის, რისთვისაც ის და მისი ოჯახი იბრძვის. იმის გაგება, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს, საკმარისი დასასიამოვნოა. წითელი ბარონის კარიერა სავსე იყო მომენტებით, რომლებიც მისი ადამიანობის სიღრმეს გვაჩვენებდა. შუმის შრომის მოყვარეობისა და სრულყოფილების მაგალითი იყო. ის იყო ადამიანი, რომელიც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ყველაფერზე მაღლა აყენებდა. ასეთია ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის ცხოვრება დღეს. და თუ მისი კარიერის და სიდიადის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას ისურვებდით, კრისტალ აუტოს პორტალზე ამ შესანიშნავი ვიდეოს ნახვას გირჩევთ. იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით.